აი ის რაც მაგალითად ბუდიზმის მოძღვრების თავი კონცეფცია იყო, რომ მაგალითად თვითობა ესეთი სახით ამ საერთოდ არ არსებობს და დღევანდელი მედიტაციის დახმარების ტექნიკები არის, რომ თვითი იყოს წარმატებული თავის კარიერაში, მაგალითად, აი ბუდას გასხივოსნება რო ავიღოთ, ხო? აი რო ვთქვათ, რომ რა არის ბუდიზმში სპეციფიკური ისეთი, რაც იოგაში არ არის. ან არის თუ არა აუცილებელი, რომ მაგალითად ბუდისტს წამდეს რეინკარნაცია, რომ გააკეთოს ბუდისტური ტექნიკები. ესე რომ ვთქვათ, არის ადამიანი რაციონალური, რომელიც ცდილობს, რომ მე რო რაღაც დავიჯერო, მჭირდება რაღაც საფუძველი. ჩემი ცხოვრებები არ მახსოვს, სხვა კი ამბობს, რომ მაგალითად მე მახსოვს ჩემი ცხოვრებები, მაგრამ ვერ ამტკიცებს. და ეგ როგორ უნდა მოხდეს ერთდროულად, ანუ თან აზრების გაჩერება და თან განსჯა. რით განსხვავდება ასე ვთქვათ, ილუზია ჰალუცინაციისგან და რეალობის აღქმისგან. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი პოლუსი თან რო გიზიდავს ადამიანი და თან რო გეზიზღება, ერთად იძლევა აგრესიას. შეიძლება რომ შრათა წმენა ერთი მხრივ აბალანსებს ცოდნას. ესეთი ინსტრუმენტი არის იოგაში, რომ შრათა რწმენა და ცოდნა თითქოს ორი საპირისპირო პოლუსია იმისთვის, რომ ცოდნა არ გადავიდეს სკეპტიციზმში და რწმენა არ იყოს ბრმა. და მათ შუაში არის ეს mindfulness, ანუ სმრიტი. რომ უმეცრება არის ბედნიერებად დანახვა იმის, რაც სინამდვილეში ტანჯვა არის. მოგესალმებით მეგობრებო, იოგას აკადემიის პოდკასტში. ეხლა არის მესამე ეპიზოდი და დღეს ჩვენი თემა არის იოგას ძირითადი კონცეფციები. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ იოგა იმდენად განსხვავებული არის დღეს და განსხვავებული იყო თავის დროზე, რომ მაგალითად პატანჯალის რო შეეხედა ინსტაგრამზე, ეკნებოდა თუ არა ისეთი განცდა, რომ ეს ის იოგა არის, რომელზეც ის წერდა. ჩვენთან ერთად არიან ეკატო და მარიამი. მოგესალმებით. გამარჯობა. ხო, სანამ დავიწყებთ, ანუ ეკატო გილოცავ სერტიფიკატის აღებას, ანუ შენ წარმატებით დახურე. მადლობა ძლივს. და თან უკვე მუშაობ, ეხლა მიყავს მოზარდების იოგა, ესეც დავაანონსოთ და წარმატებებს გისურვებთ. თქვენი დახმარებით დაწუნებული ვარ, ეგრე იქნება. საინტერესო თავგადასავალის დაწყებას. დღეს ცოტა ხანგრძლივი დღე გქონდა, ანუ ბევრს ჰქონდა პრეზენტაციები, ანუ ჰუმანიტარულში. მე საინტერესო დისკუსიებიც ხო, საინტერესო დისკუსიები იყო, ანუ დღევანდელი პრეზენტაციები იყო ასანების ისტორია, რაც სტუდენტებმაც არადგინეს, ანუ უბრალოდ მაყურებელსაც ვეთქვით, რომ ჩვენი პროფესიულ კურსზე ისწავლება იოგას ისტორიაც, ფილოსოფიაც და შემდეგ სტუდენტები ამზადებენ თავის თეორიულ ნაშრომს და წარადგენენ პრეზენტაციას, ანუ თანდათანობით ჩვენთან ეს იღებს, ანუ ესეთ აკადემიურ კონტურებს და შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვით, ციტირებით, შესაბამისი ლიტერატურის დაფუძნებით. ქონდა დღეს, ანუ იოგას ფსიქოლოგია ქონდა. იოგას ფსიქოლოგია კი იოგა შასტრადან ქონდა ერთ-ერთი ორი საინტერესო პრეზენტაცია. იოგას ფსიქოლოგიაზე და ძირითად კონცეფციებზეც მათ შორის, რაც არის იოგა შასტრაში. აიკატოს ძალიან საინტერესო იყო, ხო, ცნება, ჭეშმარიტების ცნება, ანუ პარალელი, ანუ პლატონთან და პატანჯალისთან. პარალელის არის ორივე პოზე იწყება, ხო, პატანჯალი და პლატონი. აუ, ეგ ვერ აღმოვაჩინე. ხო, აი მართლაც ეგ საინტერესო თემა არის იმ მხრივ, რომ რამდენად განსხვავებული იყო იოგა და ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მაგალითად ადამიანი რაღაცნაირად მიუჯაჭველი გამხდარიყო, რაღაცნაირად უარი ეთქვა თავის ყალბ იდენტობაზე, თავისი ნამდვილი ბუნება შეეცნო. დღევანდელი აღქმით იოგა უფრო ტანვარჯიშზე ორიენტირებულია, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული არის, თვით ბრენდინგზე ორიენტირებული არის. რაღაც სოციალური იდენტობის შექმნაზე ორიენტირებული არის. პირიქით გამოდის, ხო, რაღაც. სხვადასხვა არა მარტო იოგა, დონალდ ლოპესი, ანუ უდიდესი მკვლევარი ბუდიზმის ამბობს, რომ
აი ის რაც მაგალითად ბუდიზმის მოძღვრების თავარი კონცეფცია იყო, რომ მაგალითად თვითობა ესეთი სახით ამ საერთოდ არ არსებობს და დღევანდელი მედიტაციის დახმარების ტექნიკები არის, რომ თვითი იყოს წარმატებული თავის კარიერაში, მაგალითად პირად ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაც საკუთარ თავზე მისი ფრაზა არის, რომ ეს არის თვით დახმარება საკუთარ თავზე ორიენტირებულ საზოგადოებაში. რომ ანუ ჩვენი საზოგადოება თანდათანობით ესეთი ხდება, შეიძლება ეს ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია, რომ მაგალითად თვით განვითარება, რომ აი მე ზრუნავ იმაზე, აი რა უნდა ვჭამო, დავუშვათ როგორ ვიკვებო, რომ ვთქვათ რა არის ჯანსაღი კვება, დავუშვათ როგორ მივახციო თქო წარმატებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უფრო რაღაცნაირად ამ ქვეყნიურ მიზნებზე ორიენტირებული არის და აქ ეს სულიერი პრაქტიკები არის ამის რაღაცნაირად ესეთი დამხმარე საშუალება. ხო, რაღაცნაირი ფიქსაცია არის იდეალურზე, ანუ ამ განვითარებაზე, რაღაც აი ამ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულობის მომენტი იჩნდება, ანუ დღეს თანამედროვე გაგებით აი თვით განვითარება, რომ კარგად უნდა ვიკვებოთ, კარგად უნდა გვეძინოს, კარგად უნდა ვარჯიშობდეთ, ანუ ყველაფერი რაღაც ეს მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულებასავით ჩნდება. განსხვავებული იყო აი შენ რო ახსენე წაღან ბუდიზმში თვითობაზე არ არსებობს, ანუ უფრო ზუსტად რა განვიხილოთ ეგ რა იგულისხმება მაგაში. ბუდიზმში ის იგულისხმება, რომ ადამიანი არსების შემადგენელი კომპონენტები არ არის თვითმყოფი. აი მაგალითად ჩვენ შევდგებით ჩვევებისგან, რომელიც ფორმირდება და ქრება. ერთი ჩვევა ჩამოყალიბდება, მეორე ჩვევას ანაცვლებს. და ეს კომპლექსი ჩვევათა, შეგრძნებათა და ასე შემდეგ ცნობიერება ამას უწოდებენ ნამარუპას. და ნამარუპა არის ნამა როგორც name, სახელი ადამიანის და მასში შედის ასე ვთქვათ ეს ფსიქიკა და რუპა როგორც ფორმა ადამიანის, ხო? და ბუდიზმის კონცეფცია იმას ამბობს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც მუდმივად იცვლება, ცვალებადი არის და ესეთი ფიქსირებული, უცვლელი მე არ არსებობს, როგორცაც ამტკიცებს იოგა და ვედანტა, რომ აი არსებობს ატმანი. ატმან არის სანსკრიტული სიტყვა, რაც ნიშნავს მეობას და მასში იგულისხმება არა უბრალოდ მეობა, რაც არ არის სადაო, ხო, არამედ უცვლელი და მარადიული რაღაცა ცვლილებების მიღმა არსებობს ესეთი ნამდვილი მე. ხო, ეგ არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანი ბუდიზმის. ეხლა ჩვენი თემა უფრო იოგა არის, მაგრამ ჩემთვის და ისედაც მეტად კონტექსტი მეტად გამოჩნდება თუ ჩვენ იოგას განვიხილავთ ბუდიზმთან ერთად. აი რატო მაგალითად აი ბუდას გასხივოსნება რო ავიღოთ, ხო? აი რო ვთქვათ, რომ რა არის ბუდიზმში სპეციფიკური ისეთი, რაც იოგაში არ არის. მაგალითად, საერთოდ ესე რო დავსვათ საკითხი, რომ ან არის თუ არა აუცილებელი, რომ მაგალითად ბუდისტს წამდეს რეინკარნაცია, რომ გააკეთოს ბუდისტური ტექნიკები. რა თქმა უნდა, არა, ხო, ანუ რა ტექნიკასაც გინდა, იმ ტექნიკას მიყვები, მაგრამ აი რასაც ქვია ბუდისტი რო ქვია, არის თუ არა აუცილებელი, არა უბრალოდ აი ტექნიკას თუ იღენებ, არამედ აი ბუდისტი თუ ხარ, მიმდევარი თუ ხარ, ანუ ბუდათ არმის, ანუ ბუდას მოძღვრების. აუცილებელი არის თუ არა, რომ მისდევდე, ანუ გჯეროდეს რეინკარნაციის, რეინკარნაცია არ ქვია, იმიტომ რომ რეინკარნაცია სულის განმეორებითი დაბადება არის, უცვლელი სულის და ამას ქვია უბრალოდ განმეორებითი დაბადება. რადგან არ არის ბუდიზმში ეს უცვლელი სულის კომპონენტი, ხო? ანუ რეინკარნაცია არ არის ზუსტად არის რეინკარნაცია გულისხმობს სულის დაბადებას და აქ არის ასე ვთქვათ ჩვენი ნარჩენი, რაც გროვდება და ამის განმეორებითი განგრძობადი ცვალებადი არსის გადასახლება არის. და ეგ ტერმინი რომელი არის კიდევ რო დავზუსტოთ? არა, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ ამას განმეორებითი დაბადება, ესე უწოდებენ, ხო? სულის გარეშე. ხო, ამიტომ ესე რომ დავსვათ აუცილებელი არის თუ არა ბუდიზმს ან მე პარალელურად ანუ იოგაც განვიხილოთ, რომ წამდეს რეინკარნაციის და კარმის, მორალური კარმის თქვენი აზრით? აუცილებელი არის ალბათ, ხო? მე მგონია რომ აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ აი
სრულყოფილად ბუდისტად რო იწოდებოდა, საჭიროა რომ წამდეს. ეს ხო რაღაც აღქმა არის, ხო? სამყაროს როგორ აღიქვამ, ამასთან დაკავშირებული არის და შეიძლება როგორც აღიქვამ, ეგ ხდიდეს ზუსტად, ბუდისტად, არაბუდისტად, არ ვიცი, მაგ ფუნდამენტური მგონია, ეგეთ საკითხების თვითონ ბუდა მინიმუმ ფიქრი, ალბათ არ ვიცი. ხო, ნახე როგორ არის საკითხი როგორ არის ესე რომ ვთქვათ არის ადამიანი რაციონალური, რომელიც ცდილობს რომ მე რაღაც დავიჯერო, მჭირდება რაღაც საფუძველი. ჩემი ცხოვრებები არ მახსოვს, სხვა კი ამბობს რომ მაგალითად მე მახსოვს ჩემი ცხოვრებები, მაგრამ ვერ ამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში ესე საყოველთაოდ ერთი ფაქტი მაინც არ არის დადასტურებული ისე, რომ ურყევად ადამიანი ადასტურებს თავის წინაცხოვრებას. შესაბამისად, მე თუ რაციონალური ადამიანი ვარ, შემიძლია რომ ეთვი შევიტანო ამაში, ხო? და აქედან გამომდინარე რა იქნება ის მინიმალური, რისიც უნდა მწამდეს. მაგალითად ბუდიზმში ბუდას ხო მაინც უნდა მწამდეს, ხო? მაგრამ ბუდა თვითონ ნიშნავს გასხივოსნებულ ადამიანს, ხო? ბუდა ნიშნავს გასხივოსნებულსაც და გამოღვიძებულსაც. და ბუდასი რომ მწამდეს, ბუდა გაუთამა სითარტა, პიროვნება გახდა ბუდა, რომ გასხივოსნდა, ხო? შესაბამისად, მაშინ მისი გასხივოსნების უნდა მწამდეს მინიმუმ. და რა არის ეს გასხივოსნება? ეს გასხივოსნება გულისხმობს, იმ ღამეს, როდესაც ცხოვრების გახსენებას, ხო? ხო. ასე ვთქვათ, ბუდას გასხივოსნების პირველ ფაზაში, ღამე დაყოფილია სამ ნაწილად და ინდური ტრადიციის მიხედვით, პირველ ნაწილში, პირველი გუშაგის დროს ბუდა იხსენებს თავის წინაცხოვრებებს. სამ ნაწილად, დროითი ჩარჩას, ხო? ღამე დაყოფილია კონკრეტულ საათებად, ესე უხეშად. საათებად, პირველი საათების განმავლობაში ის იხსენებს თავის უსასრულო დაბადებებს. შესაბამისად, ეგ არის მისი გასხივოსნების პირველი ფაზა. მე თუ მწამს, ესე იგი, მწამს ან მაგალითად უკვე იმდენად ღირებულად მიმაჩნია, რომ მხიბლავს და მივხვები. ბუდას როგორც ასე ვთქვათ გასხივოსნებულს. შეიძლება ისე მწამდეს როგორც ჭკვიანი ადამიანის, მაგრამ მე გულისხმობ ბუდისტური გასხივოსნების კონტექსტში, რომ მიხვები იმ გაგებით, რომ გასხივოსნება შესაძლებელია, რომ მე შენს გაიხსენო ეს წინაცხოვრებები. ამიტომ პირველი ფაზა გასხივოსნების ბუდას შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, წინაცხოვრებების გახსენება. ეხლა აქ საკითხი ესე დგება, რომ კი, მაგრამ ამაში რა არის ბუდისტური? წინაცხოვრებების ჯერათ იოგებსაც, ვედანტა, ყველა ტრადიციას, უმეტესობა ტრადიციას ინდოეთში, გარდა მატერიალისტებისა, წამთ განმეორებითი დაბადების. სული იქნება თუ სათვა იქნება თუ რაც იქნება, ის იბადება განმეორებით. ეს გასხივოსნების ეს ფაზა არ გვამცნობს ჩვენ ისეთ რაღაცას, თუ რა რის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ეს სპეციფიკურად ბუდისტურია. ხო, დამახასიათებელია სპეციფიურად ბუდიზმისთვის. ხო, თუ ვიღაცა გეტყვის, რომ იცი რა, მე გამომყევი და შენს გასხივოსნები და რას მივახცევ და წინაცხოვრებას გაიხსენებ და მაგას ყველა კვირდება ინდოეთში, ასე ვთქვათ რა. ექსკლუზიური არ არის ეს ბუდასთვის, რომ ეს მხოლოდ თვითონ იყო, ვინც გაიხსენა წინაცხოვრებას. წინაცხოვრებების გახსენების პრაქტიკები სხვა ტრადიციებშიც გვხვდება, როგორც ხო, შრამანა ტრადიციებში ეს არ გვხვდება, ვედურ ტრადიცია, ვედებში არ გვხვდება. შემდგომ ვედურმა ტრადიციამაც აიღო ეს შრამანა ტრადიციებისგან. ინდოეთში ორი სულიერი ტრადიციის, ორი ფილოსოფიის წყარო არის, ხო, დამოუკიდებელი, ვედური და არავედური, შეიძლება ესე უხეშად რა დავყოთ. კი, ვედური და ექსტრავედური, ხო? რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონდათ და მე რაღაცა ეს კულტურები რაღაცა შეერწყა ერთმანეთს, ან ერთმანეთისგან გადმოიღეს რაღაცები და ამიტომ შამანა ტრადიციებში, ისევე როგორც მაგალითად შეიძლება ეგვიპტურ ტრადიციაში, ბერძნულშიც გვხვდება სულთა გადასახლება და მაგალითად მე როგორც მახსოვს, პითაგორაც ამბობდა, რომ მე მახსოვს ვინ ვიყავი წინაცხოვრებებში, ხო, ეს არისო რამე ხო, ექსკლუზიური ბუდასთვის. ხო. რა ხდება, მეორე მონაკვეთში რა ხდება? მეორე მონაკვეთში ხდება, რომ ბუდა დაინახა კარმის მოქმედება, მორალური კარმის მოქმედება. თუ როგორ მუშაობს კარმა. ეს ხა უფრო გასაგები რო იყოს. ხო, მორალურ კარმაში, რა იგულისხმება, რომ კარმას, როდესაც განმარტავენ მიზეზ შედეგობრიობას, ეგ ნახევრად სწორი არის, იმიტომ რომ
მიზეშედეგობრიობა არ არის მხოლოდ კარმა. კარმა არის, როდესაც ადამიანს ჯერა მორალურად, რომ არასწორად მოიქცევა, ამის გამო მიიღებს ჯილდოს ან სასჯელს. ანუ დღეს კი პოპულარულია ამაზე საუბარი, რომ მხოლოდ მიზეშედეგობრიობა არის. აი მიზეშედეგობრიობა აი რომ დავაზუსტო, როგორც რაღაც აი ამ წყალს რო დავლევ ჰიდრატირებული ვიქნები. ანუ პირობითად ეს და კარგი იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის. უარყოფით კონტექსტში გამოიყენებენ ხოლმე კარმას. არა მარტო, აი რაც გულისხმობთ, რომ მიზეზობრიობა არის, რომ აი მაგალითად მატერიალურ სამყაროში, თქვათ აი თუნდაც წყალს რომ მივიღებთ, ეს ჰიდრატაციას საფუძველი არის, ხო? ამას არავინ არ დაობს. ამ მიზეზშედეგობრიობას არ გულისხმობს კარმა. კარმა გულისხმობს, რომ მაგალითად მე რომ მოვიტყუე, ან სიმართლე რო ვთქვი, ამის შესაბამისად მე ან მივიღებ ტკივილს ან სიამოვნებას. ხო, ის სასჯელი შეიძლება ისეთი სიტყვა იყოს, ანუ რაღაც უფრო, ანუ შეიძლება რომ სასჯელში, რადგან ეს ანუ სხვა არ გსჯის. ანუ ამ შემთხვევაში დამსჯელი არ არის, ანუ ვინმე სხვა როგორც შეიძლება ვიღაცის ხელით ეს ხდებოდეს, ანუ მაგალითად თუნდაც ღმერთების ხელით ან კონკრეტული ადამიანების ხელით, აი მაგალითად ლოტოსის სუტრაში არის ეგეთი რაღაცა, რომ ყველაზე დიდი ცოდვა რა არის? ყველაზე დიდი ცოდვა არის ლოტოსის სუტრაზე თუ ცუდ სიტყვი. და ამ შემთხვევაში, ანუ ძალიან დაიჭები, ანუ ჯოჯოხეთში ხვდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე იბადები, მე ცხოველად იბადები, ძაღლად, ვირად და გცემენ. მე ადამიანად იბადები და მე ეს ადამიანი ჯერ სუსტი ჯანმრთელობის არის და ანუ მალე ხვდება და ასე, ანუ წარმოიდგინეთ როგორი რაღაც არის, ანუ ეს იმიტომ რომ ცუდი რაღაცა თქვა ლოტოსის სუტრაზე, ხო? შესაბამისად, ანუ აქ არ არის უბრალოდ მიზეზშედეგობრიობაზე საუბარი, რომ რაღაც ფიზიკის კანონები მოქმედებს და სამყაროში რაღაც არა, მაგაზე არ არის. ეს არის, ანუ ცუდის აქციელი, ანუ ესეც ხო შეფასებითი კატეგორია, ანუ იქნება და სწორს ვამბობ ამ ლოტოსის სუტრაზე, რომ მართლა ნაგავი არის, ხო? და აქედან გამომდინარე, მაინც ანუ არის წმენა იმისი, რომ ესე იგი ამ გასხილოსნების ამ დონეზე ბუდამ დაინახა როგორ მუშაობს კარმა. ანუ მექანიზმი როგორც ესეთი. ხო, ანუ როგორც თუ სწორად მივხვდი, დაინახა როგორ მუშაობს კარმის მექანიზმი. როგორც საფუძველი პირველი ფაზის, რომ რეინკარნაციის ან განმეორებითი დაბადების საფუძველი. რომ კარმა განაპირობებს იმ პირველ ფაზაში ხო უბრალოდ გაიხსენა წინა ცხოვრებები. და მე დააკავშირა, რომ ეს წინა ცხოვრებები ზოგადად დაკავშირებული არის იმასთან, ვინ როგორ იქცევა, ასე ვთქვათ. და ამის მიხედვით რომ კარმა განსაზღვროს რომ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხდება, დედამიწაზე დაიბადება, ღმერთად დაიბადება თუ სად დაიბადება, აი მეორე ფაზა გასხილოსნების ნიშნავს ამას, ანუ ბუდას მდგომარეობა კონცეფციის. ახლა კითხვა მაქვს, ეგ კარმის მექანიზმის მომენტი თუ არის ასევე ექსკლუზიური ბუდიზმისთვის და ბუდასთვის, იმიტომ რომ იოგა შასტრაშიც ხო არის მაგაზე საუბარი. თუ განსხვავება არა, აბსოლუტურად, ანუ ესეც ანუ კარმა რო იწვევს ანუ კარგ ცხოვრებას, ანუ ბჰაგავად გიტაში, ანუ ეს საყოველთაო ინდური კონცეფცია არის. ანუ ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ეგ კონცეფცია ზოგადად ბევრ ხალხში მუშაობს, ხო? მორალურად კარგი საქციელი რას იწვევს და ცუდი საქციელი, მაგრამ აი თვითონ კარმის და რეინკარნაციის თემა ინდურ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, ხო? და მაგრამ ამითაც აქაც არაფერი არის ექსკლუზიური, იგივე არის იოგაშიც. ანუ ეხლა თუ ვინმე უყურებს, ან ეხლა შემოგვიერთა და ჩართო და იოგაზე საუბრობთ, ელოდება შეიძლება რაღაც ასანას ან ფარშავანგის პოზაზე იქნება საუბარი და განვიხილავთ ვინ მოხდა დავშოთ 64-ში ან ზეცაში და ასე შემდეგ, ხო? ლაივში ვართ? არა, ლაივში არა, ვიწერებ. მე შეგვიძლია რომ წადოთ ანუ ეგ საინტერესო არის. არც ეგ არ არის ექსკლუზიური, ეს და მესამე დაგვრჩა ახლა აღმოჩენისთვის. მესამე, ანუ როგორც დონალდ ლოპესი ამბობს, რომ მესამეს გასხილოსნების მესამე ფაზაზე ტექსტები დუმან.
ანუ ბევრს არაფერს არ ამბობენ. იანჭოლებმა შეჭამეს არ არის? ხო, ანუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს გადამწყვეტი მომენტი, რომ ახლა აქ იქნება ბუდიზმი. არა, ასე ვთქვათ, ან ეს რთული გადმოსაცემია და ამას ჭირდება მთელი ფილოსოფია და მთელი ბუდიზმი, ან ეს უკვე ვიცით, რასაც გულისხმობს, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ მე არ არსებობს. უცვლელი და მარადიული და ესეთი ფორმით, როგორც არის ატმანის რწმენა, ეს არ არსებობს. აი, ეს არის ექსკლუზიურად ბუდიზმის, მაგრამ ის ადრეული ტექსტები, რომელიც გადმოსცემენ ბუდას გასხილოსნებას, აი მე გულისხმობ, იქ ამაზე არ არის წელი საუბარი, მაგრამ თვითონ დანარჩენი ბუდიზმის კონცეფცია, ამაზე არის აგებული. ატმანი, ესე იგი არ არის ბუდისტური ტერმინი თუ კონცეფცია? ატმანი კონცეფცია ხდება ხო? უპანიშადებში, უპანიშადებისთვის ცენტრალური არის და ნახე როგორ არის ყველაზე პოპულარული არის აჰამ ბრაჰმასმი, ნიშნავს რომ მე ვარ ბრაჰმანი, ან ატმანი არის ბრაჰმანი. მაგრამ ხშირად ეს რა იგულისხმება, რომ მე როგორც მე ვარ იგივე რაც უმაღლესი რეალობა. მე და ის თათვამასი ნიშნავს მე და ის ვართ ერთი, უმაღლესი რეალობა, ბრაჰმანი. მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია, სინამდვილეში ეგ გრამატიკულად და მთლიან იმ ძველი უპანიშადების კონტექსტში რო წავიკითხოთ, იქ ეგრე არ წერია, რომ მეც იგივე ვარ, რაც უმაღლესი რეალობა. როგორც დაუშვათ ან გიორგი, ან ეკატო, ან მარიამი ამ კონტექსტში. აქ წერია, უფრო სწორი სანსკრიტული თარგმანით, რომ ბრაჰმანი არის ყველა ჩვენთაგანი საფუძველი. მაგრამ მერვე საუკუნეში ფილოსოფოსი, ადვაიტას ფილოსოფოსი შანკარა ის აკეთებს ამ ინტერპრეტაციას, რომ მე და უმაღლესი რეალობა ერთი და იგივე ვართ. გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ შანკარა ცდება და ცუდ ინტერპრეტაციას ამოს, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რომ ეს არის მისი ინტერპრეტაცია. ამ ტექსტის მისი ასეთი წაკითხვა, რამის ტოლობის ნიშანს სვამს და შეიძლება პირიქით ეგ უფრო რაღაცნაირად უფრო სწორიც არის, უფრო ჭეშმარიტიც არის, მაგრამ ის ამ უპანიშადებს იმოწმებს თავისი აზრის გასამყარებლად, რაღაცნაირად ინტერპრეტაციას ახდენს. ამიტომ ეგ ტერმინი ატმა ზოგადად მეობას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ესე სიტყვის სახით შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ არ არის, ბუდიზმში შეიძლება შეგვხვდეს და კლასიკურ იოგაშიც არის, მაგრამ ეს არ არის, არც იოგას ტერმინი და არც ბუდისტური. არც ბუდისტური ტერმინი არ არის. ახლა კითხვა მაქვს წეღან რომ დასვიკითხვა, აი ბუდისტი როდის უნდა სჯეროდეს თუ არა ბუდისტს რეინკარნაციის და კარმის იდეების. გამოდის რომ უნდა ჯეროდეს. ხო, ეგრე გამოდის. ხო, ეგრე გამოდის, თუ ბუდისტად ისხდის რომ ბუდას კონცეფციას აღიარებს თუ ჯერა, ბუდას კონცეფციაც ეგ არის, რომ მინიმუმ მაგ ორ დაზუსტებულ კომპონენტს იმ თუ არ ვიცით იმ მესამე მონაკვეთში ზუსტად რა ხდება, მინიმუმ მაგ ორს მაინც ეგრე უნდა ხედავდეს და ჯეროდეს, ხო? ხო, და მთელი არსიც ის არის, რომ ის ორი წინ უძღვის მესამეს დამტკიცებას. რომ ამ მრავალი ცხოვრების შედეგად ეს არ არსებობს ისეთი რამ, რაც ამ ცხოვრებების განმავლობაში ნარჩუნდება, იმიტომ რომ ეს განმეორებითი დაბადება არის მოსამზადებელი იმისა, რომ შემდგომ საბოლოო ბუდისტური ეს კონცეფცია დადასტურდეს. ხო, ეხლა ეს რატომ მოვიყვანეთ, რომ კონცეფციებზე საუბრობთ, ხო, იოგასთან, ინდური ფილოსოფიების კონცეფციები, მაგრამ ვეცადოთ, რომ პარალელებიც გავავლოთ სხვებთანაც რა. და იოგაზეც რომ ფოკუსირდეთ. ანალოგიურად არის, იოგას თემა, იოგაშიც ანალოგიურად არის აღწერილი, კარმის და რეინკარნაციის. თუმცა, როგორც დღეს ვისაუბრეთ, განსხვავდება უნივერსალური, უცვლელი მეს პრინციპით. ხო, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ხო იოგები
პატანჯალისთან მეობა არ არის ესეთი მეობა არ არის, ასე ვთქვათ, რაღაც უნივერსალური მეობა, რომ არსებობდეს ერთი მე. მეობაში იგულისხმება ცალკეული ინდივიდუალური ტერმინი გვია ამას პურუშა. ანუ ესე კი არ არის, რომ ერთი მე არსებობს და ისიც მე ვარ და ესეც მე ვარ და ასე შემდეგ. იქ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ არის, ანუ ცალკე მე ვარ, ცალკე შენ ხარ და ასე შემდეგ. ადვაიტა ვედანტაში არის ერთი მე, ანუ უნივერსალური მე, როგორც ასეთი ზოგადი. აი წეგან რო ვამბობდით პატანჯალი რო შესულიყო ინსტაგრამზე და ენახა იოგა თუ იცნობდა და აი დღეს რაღაც ზოგადად სოციალური მედია რო არის იდენტობის შექმნაზე ორიენტირებული და რაღაც კონსტრუირებაზე აი მაგას და პურუშას კონცეფცია შორის თუ შეიძლება იყოს რაიმე სახის მსგავსება ანუ აი ვიღაცამ რო იფიქროს მაგალითად ესე რო წარმოიდგინოს რომ რაღაცა ამ იდენტობის შექმნა და შენება და რაღაცა ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა და ეს მუდმივად საკუთარი თავის განვითარება რაღაც ისეთ უმაღლეს მემდე მიმიყვანს ანუ რამდენ შეიძლება ეს იყოს კავშირში თანამედროვე ანუ რასაც მე ვაკვირდები ისეთ რა ექსპერიმენტებს ატარებენ იოგას სახელით რომ ძნელი სათქმელია რომ მაგალითად რავი ღვინის იოგა ხო ანუ აი მაგალითად ანუ ეს განაცუდი პროცესია ანუ მაგას კი არ გულისხმობ შეიძლება ეგ საერთოდ ჯობდეს კიდეც საერთოდ პატანჯალის ფილოსოფიას ხო ანუ მაგას არ ვამბობ კარგია თუ ცუდი არის მაგრამ აი მაგალითად ასანას რო ვაკეთებ და ამ დროს ღვინოს როლს ვამ ხო ნუ ეგ არ ვიცი მართალი გითხრა მე ესე ვერ შევაფასებ ხო, მაგრამ მგონია რომ ძალიან განსხვავებული რაღაც არის, ანუ ესეთი თემები არის. ანუ ვერ იცნობდა ალბათ პატანჯალი. არა მგონია ხო. არა მგონია. თვითონ ინდოეთშივე მოხდა ანუ ეს ტრანსფორმაცია რა. კონცეფციებს რაც შეეხება კიდე ანუ მნიშვნელოვანი არის ესეთი კონცეფცია რაც აერთიანებს ასევე ინდურ ფილოსოფიებს, ეს არის მირჩა ელიადემ რაც შენიშნა სხვადასხვა ძალიან ჭკვიანურად დააფიქსირა რომ 4 კონცეფცია არის რაც ბევრ ინდურ ფილოსოფიას აერთიანებს ეს არის თუ გახსოვთ მე არ მახსოვს კარმის დოქტრინა კარმა გაიგივებული არის როგორც რაღაცა მიზეზშედეგობრივი ტყვეობასავით რა ის რაშიც ადამიანი ჩაკეტილი არის და თავი უნდა დააღწიოს, რაღაცით არის დეტერმინირებული. მეორე არის მაია, როგორც ილუზია. მესამე არის ხო ნირვანა და მეორე როგორც მდგომარეობა და მეთოდი, ხო? როგორც მეთოდი, როგორც იოგა. ეს ძალიან ზოგადი ტერმინები არის, ხო? ეს რაც ხდება ამ აღმოსავლურ მოძღვრებაში. ხო, სინამდვილეში ანუ მას ეს ტერმინები არეული აქვს. ვის თვითონ მირჩეელია. ხო, ანუ იმიტომ რომ ესეთი ტერმინები მაგალითად იოგაში არის იოგა არის მოძღვრება რომელიც ასწავლის როგორც ან ბევრი სხვა ინდური ასე ვთქვათ ფუნდამენტური დანაკლისისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ თარგმნით ტანჯვას რომ ადამიანი იტანჯება რაღაც ესეთი ხო და ან მეორე მხრივ შეგვიძლია ეს ტერმინი თარგმნოთ როგორც მწუხარება. ანუ გათავისუფლდეს ადამიანი დუქა. არის ეგეთი ტერმინი, რაც მითარგმნება როგორც ცუდის სივრცე, ანუ პირდაპირი თარგმანით არის ცუდის სივრცე. ანუ ცუდად ყოფნის მოურგებლობაც არის და ჩვენ გვახასიათებს რაღაც მოურგებლობა სამყაროსთან. ანუ მუდმივად რაღაცა უნდა ვაკეთოთ, მუდმივად რაღაც უნდა ვამტკიცოთ, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა გვჭირდება და თან დრო გარბის და ის რასაც ქმნით ისიც იცვლება. ანუ ცვალებადობის მომენტი არის და ეს ცვალებადობა ქმნის ერთგვარ
ერთგვარ არასტაბილურობის განცდას. აი მუდმივი დანაკლისის შეგრძნებას ხო? ეს არის ხო ფუნდამენტური დანაკლისი, ანუ არასაკმარისობის განცდა, რაც ახასიათებს ყველაფერი იმას, რაც ექვემდებარება დროს. და დროს იოგების კონცეფციიდან გამომდინარე ექვემდებარება ყველაფერი, მათ შორის გონებაც, ხო, როგორც მატერია. ხო, როგორც მატერია, ანუ ეს არის ის, რაც დაქვემდებარებული არის. მაგრამ არა პურუშა, ხო? ხო, არა პურუშა, ხო, ანუ მარადიული მე, ნამდვილი მე, ასე ვთქვათ, ეს არ ექვემდებარება და იოგების ამოცანა არის ამ პურუშას, ანუ ნამდვილი მეს გაცნობიერება. ანუ ეს არის ანუ პატანჯალისთან იოგას აღწერა. გაცნობიერება როგორც რა არის ნამდვილი მე, თუ რა არ არის, თუ ორივე ერთად. ორივე, აი ზუსტად ეგ საინტერესო არის, იმიტომ რომ იოგებს და სანქიებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ მაგალითად შეიძლება ვიღაც მუშაობდეს საკუთარ თავზე იმ გაგებით, რომ მაგალითად მე არ ვარ სხეული, მე არ ვარ ეს, მე არ ვარ ის, მაგრამ არ აიდენტიფიცირებდეს საკუთარ თავს მარადიულ უცვლელ საწყისთან. და მათ მიაჩნდათ, ანუ იოგებს მიაჩნდათ, რომ საჭირო არის ეს ორივე ერთდროულად. და იმ ფილოსოფიებს, რომლებიც მარტო იმაზე მუშაობდნენ, რომ მე რა არ ვარ, მიაჩნდათ, რომ ეს არ არის საკმარისი, ასე ვთქვათ, საბოლოო უმაღლესი რეალიზაციისთვის და ამას უწოდებენ, ანუ ისინი უწოდებენ ამას პრაკრიტი ლაია. ისეთ რომელიც რაღაც დონეზე გათავისუფლებული არის, მაგრამ მატერიასთან ასოცირებული გათავისუფლება. ხო, პრაკრიტი ლაია ნიშნავს ხო მატერიალურ საწყისში ჩაძირული. ანუ საწყისი მატერიის უпростоრად მატერიის საწყისში ჩაძირული, ანუ შერწყმული მატერიის საწყისთან. რა იგულისხმება იცი რომ აი კარგად ცოტა ზუსტად იგულისხმება ის რომ თუ არის ასე ვთქვათ დაბალი და მაღალი დონის მატერიები და ყველაზე ანუ სიმყარე და ანუ მხარი მატერიალური სამყარო და ნატიფი სამყარო ხო და ადამიანი თანდათანობით სულიერი ამ პრაქტიკის შედეგად იმის შედეგად რომ აცნობიერებს რომ სხეული არა ვარ და აცნობიერებს რომ სხეული არა ვარ და გონება არა ვარ თანდათანობით აღარ ვარ გაიგივებული ჯერ უფრო ფიზიკურ ნაწილთან. მერე თანდათანობით უფრო აღარ ვარ გაიგივებული გრძნობით ნაწილთან და ასე შემდეგ. მაგრამ სადღაც უმაღლეს წერტილში ნატიფ დონეზე მატერიასთან გაიგივება მაინც რჩება. ეს არის მატერიასთან როგორც შეიძლება ანუ უფრო ნატიფი ხო გონება არის მაგ თანამიმდევრობაში. გონებაზე ნატიფი არის მატერიის საწყისი, ანუ თვითონ პრაკრიტი ან პრათანა არის ის რისგანაც გონებაც არის შექმნილი. ანუ უფრო ნატიფი გამოდის. კი, უფრო ნატიფი. გონება უკვე ისეთი ინსტრუმენტალური ატრიბუტი არის. და ეგ იოგა შასტრაში არის, სანქიაშიც არის და ეს პრაკრიტი ლაია ეს ეგ ზუსტად სუტრას, ანუ სუტრას და ანუ შასტრას ტერმინი არის რა. და არსებობს ორი სახის არის ხო? ანუ არის ორი სახის რა? ანუ ერთი ეს, როდესაც მატერიაში ანუ პრაკრიტი ლაია ხდება და ანუ ამის ალტერნატივაც არის დასახელებული ალბათ, ხო? ალტერნატივა არის თვითონ იოგი. თვითონ ხო, ანუ ხო, იოგი არის, რომელიც არა მარტო განიგივებას აკეთებს მატერიისგან, მატერიალური საწყისისგან, არამედ ის იგივდება, ან უბრალოდ აცნობიერებს, რომ არის ანუ სული, ანუ მეობა, რომელიც უცვლელი არის. ეს არის იოგაში დამატება სამქიასგან განსხვავებით. არა, ეგ სანქიაშიც არის. ეგ ტერმინი, ანუ პრაკრიტი ლაია, საერთოდ სანქია კარიკაშიც არის და არის კიდე ეგეთი ტერმინი ვიდეჰა, ანუ უსხეულო. ანუ ამით რა იგულისხმება, იცი რომ იოგებიც ამბობენ, რომ აი რამდენად ტოლერანტული ფილოსოფია არის იოგა. ანუ სხვებზე მაგალითად ვინც იოგას მიმდევრები არ არიან, ანუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ იმათზე არ ამბობენ, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ აღწევენო. იმათზე ამბობენ, რომ ისინიც აღწევენ რაღაც დონეს, მაგრამ არა ისეთ დონეს, როგორცაც ვაღწევთ ჩვენ. ეგ არის, რომ აი
როცა საუბრობენ რომ მაგალითად აი ტოლერანტობის თემა ხო გახსოვთ ბუდას ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე როდესაც ამბობენ რომ ბუდიზმი რამდენად ტოლერანტული რელიგიაა სხვა მოძღვრებების და ტრადიციების მიმართ ხო? ხო, ანუ ბუდას თვითონ ხო ქონდა დისკუსიები, დებატები სხვა ტრადიციებთან, ანუ ამით იყო გამორჩეული მატერიალისტებთან და სხვა ტრადიციებთან, მაგრამ ყავდა ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც მოსწონდა იმით გართობა, რომ სხვებს ამწარებდა, სხვა ტრადიციის მიმდევრებს, ანუ რით ამწარებდა სხვებს, რომ ეუბნებოდა, რომ ახლა მე ვიყავი ჯოჯოხეთში, ჩავედი ჯოჯოხეთში, ვნახე იქ შენი მასწავლებელი, რომელიც იტანჯება. ასე და ასე სტანჯავს. ხო, ანუ ესეთი რაღაცით აღიზიანებდა სხვებს რა, ნერვებს უშლიდა ასე ვთქვათ რა. მაგრამ დაამთავრა ხო? თუნდაც დაამთავრა, იმიტომ რომ ადგრენა მოკლეს მე და ნერვები მოუშალა, ამ იმით რომ სხვების, ანუ ჩვენ ვართ რაღაც ესეთი დაუშვათ დასულები, ანუ სწორ გზაზე ვართ და ანუ ამით შეიძლება ხაზი გაესვას რეალურად იმას, რომ თლად ესეთი შემწყნარებლური ურთიერთობებიც არ იყო ამ ტრადიციებს შორის. არა, რა თქმა უნდა, ახლა მაგალითად, ანუ იყო დაპირისპირება სხვადასხვა, არ ვიცი, სხვადასხვა კონცეფციებთან დაკავშირებით ალბათ, ხო? ბუდიზმში არის. ხო, ბუდიზმში არის დაშვებული ის, რომ მაგალითად სხვებიც აღწევენ რაღაც ზეცის მდგომარეობებს. ამის იქით ვეღარ მიდიან. საჭირო ექსკლუზიურად ბუდიზმი. ანალოგიურად იოგაშიც არის ანუ ესეთი მინიშნებები სხვა ტრადიციები. წეღარაზეც საუბრობდით, ერთი კითხვა მაქვს, ეს პრაკრიტილაია და ჯივანმუქტი სხვადასხვა რაღაც არის, ხო? თუ გავს ერთმანეთს. სხვადასხვა რაღაც არის, კი. ჯივანმუქტი საერთოდ ეგეთი ტერმინი არის. ჩვენ წინა პოდკასტში ხო ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ კიდე ერთხელ. ხო, ჯივანმუქტი არის ჯივა არის სიცოცხლეს ნიშნავს მუქტი გათავისუფლებულს, ანუ სიცოცხლეში გათავისუფლებული, ანუ იგულისხმება რომ გასხივოსნება ადამიანი, ხო? და აღარ აიგებს თავს მატერიას, სხეულთან აღარ აიგებს. ხო, ანუ არ არის გონებასთან აღარ აიგებს. ხო, და აბა რაღა უნდა სხეულში. ხო, ანუ აგრძელებს თუ არა სიცოცხლეს სხეულში გასხივოსნებული ადამიანი. ეს საკითხი და იოგაში ესე არის. ანუ იოგაში, მოდი ჯერ სანქიაში ვთქვა, სანქიაში ესე არის, როდესაც ადამიანი იაზრებს ვინ არის ანალიტიკური გზით, ის აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულებრივ ინერციით, ასე ვთქვა რა. მაგრამ ჩვეულებრივად თან იცის რომ არ არის სხეული, იცის რომ არ არის გონება, მაგრამ ამით შეუძლია რომ თან იმოღვაწეოს და იცხოვროს. იოგაში არის ანუ ცოტა საფეხურებრივად, ანუ გართულებული, ანუ ეს ჯივანმუქტის თემა, რომ იქ საბოლოო საფეხურზე ესე მკაფიოდ არ ჩანს, რომ საბოლოო განშორებას როცა ახდენს დისტანცირებას სხეულისგან და გონებისგან, ის ამ დროს ინარჩუნებს თუ არა სხეულში არსებობას. ანუ გვდება თუ რჩება ცოცხალი ხო რაღაცას. ხო, ანუ ესეთ ანუ არის ეგეთი ინტერპრეტაციაც, ანუ შასტრაზე კომენტარი აქვს შანკარას, სადაც მოყვანილი არის, რომ ანუ სრული გათავისუფლება ხდება თვითონ აი როგორც ასე ვთქვათ, გარდაცვალების დროს, როდესაც საბოლოოდ ხდება განშორება სხეულის გონების ასე ვთქვათ, დეკონსტრუირება, ანუ დაშლა მთლიანად და მომდევნო დაბადებაში აღარ განმეორდება ადამიანის, ხო? ო, მანდ მაგ შეკითხვა. ან ეს სიკვდილის მიიღწევა მხოლოდ მათთვის, ვინც ცხოვრების განმავლობაში ამ პრაქტიკას მისდევს, ხო? ანუ ხო არ ნაგულისხმები, რომ ყველა ვინც მოკვდება, მაგ დროს მიაღწევს მაგ მდგომარეობას. არა, იქ ნახე როგორ არის ჯერ აღწევს მაგალითად ჯივანმუქტის, ანუ სიცოცხლეში თავისუფლდება გარკვეულ ეტაპამდე. სანქიაში ეგ ეტაპი ერთი ეტაპი არის, ანუ გასხივოსნებას არ აქვს საფეხურები სანქია კარიკაში. რომ გასხივოსდი მორჩა, ანუ არ არის შენზე მაღალი მდგომარეობა. და როცა ის ადამიანი გარდაიცვლება, მერე აღარ იბადება, ანუ ესეთი კონცეფციის წამთ. იოგაში უკვე შემოდის ორი საფეხური, ერთი არის სამპრაჯნა და სამათი, როდესაც ხო, ეგ უნდა მეკითხა ცნებებს, როცა კაივალიას არ გულისხმობთ, ხო, აქ სამპრაჯნა და სამპრაჯნა და სამათიზე გვაქვს საუბარი, ხო? ის კიდე სხვა რაღაც მოიაზრება კაივალიას ნებაში, თუ შეიძლება სინონიმები იყოს ეს ორი რამე. კაივალია ნიშნავს კაივალია
როგორც კევალა შეწყვეტასაც ნიშნავს. იზოლაცია თუ რაღაცა ესეც ითარგმნება კი ან ესე იგი, როდესაც სრულად ჩამოიშორებს იმ ატრიბუციას, რაც არ არის. ანუ ჩემი შეგნება უკვე აღარ იგივდება ყალბ რაღაცებთან. იმასთან რაც მე არ ვარ. კაივალია ზუსტად არის სინონიმი უკვე ასამბრაჯნათა სამათის. მაგრამ მაგაზე მე თვითონაც ვფიქრობ, რომ კაივალია თვითონ ეს ტერმინი, ანუ იგივე მსგავსი ტერმინები, როგორც ბუდისტებისთვის ნირვანა არის რა. ოღონდ ეს ტერმინი ჯაინებსაც აქვთ, ანუ კაივალია? ხო, კევალინი ნიშნავს ყოვლის მცოდნეს. ჯაინიზმში უფრო ცოდნაზე არის აქცენტი რა. და იოგაშიც ხო, დაახლოებით ეგრე არის, რომ ვიცი ვინ ვარ. და აქედან გამომდინარე ვფლობ ყოვლის მომცველ ცოდნას რა, ანუ თავარ ცოდნას რაც შეიძლება იცოდეს რა. ეს არ ვარ, ეს ვარ. ამიტომ იოგაში, ანუ ის რაც სანქიაში არის ჯივანმუქტი, ანუ ანალიტიკის გზით, ანუ შემეცნების, რეფლექსიის და მსჯელობის სამათის ერთ-ერთი ეტაპი გამოდის. ხო, სამათის ერთ-ერთი ეტაპია. სამბრაჯნატას ნაწილში თუ? ხო, სამბრაჯნატას ნაწილში. და სამბრაჯნატას შემდეგ არის ასამბრაჯნატა, სადაც შემეცნებითი პროცესი ჩერდება. და ოღონდ აქაც არის ბუნდოვანება ის, რომ ჩერდება რა გაგებით, რომ ამით ადამიანი ასრულებს საერთოდ ამ ქვეყნიურ მოღვაწეობას, ეს ერთი ვარიანტი, თუ აგრძელებს, მაგრამ უბრალოდ მენტალურად აღარ არის ასოცირებული ამ პროცესებთან და ან მეორე ვარიანტი, რომ მას არ ჭირდება რამის პრაქტიკა საერთოდ. აი როგორც მაგალითად მაგალითი ხომ მოვიყვანე, რომ თქვათ უწყების შვილის დაბრუნებაში არის, რომ ის მამას მოწყდება და ავიწყდება თავის იდენტობა და შემდეგ იხსენებს ვინ არის და ფიქრობს, ანუ რა დონეზე დავეშვი, ანუ მამა ჩემი ეს არის და მოდი მივალ მამასთან, იხსენებს თავის ცხოვრებას და ამ გაგებით ბრუნდება, მაგრამ იქ ხო არ არის გარანტია, რომ ისევ არ აურევს და ისევ არ დაავიწყდება ხო? ხო, ანუ რაღაცნაირად საჭირო არის პროცესის მუდმივი შენარჩუნება, მუდმივი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა. და ამ შემთხვევაში ასამბრაჯნატა შეიძლება გავიგოთ ესე, რომ პროცესი არის შეუქცევადი, რომ ანუ შეუძლებელია უკვე, რომ მე ეხლა ხელახლა ალბათ დავინახოთ ჩემი თავი. რომ აი როგორც ეხლა ადამიანი თუ არ უნდა დაიზიანოს თავი, არ გადახტება ფანჯრიდან, ხო? ეს ან ცხადად მას ესევე ცხადად ხედავს იმას, რომ ვინ არის და მას არ ჭირდება ამის შენარჩუნება. ამიტომ იოგას ტექსტები საერთოდ მაგითომ არის საინტერესო და მაგითო მიმაჩნია, რომ ძალიან ყალბი რაღაც არის, რომ იმიტომ ეს ან ძველდება ან რაღაცა, იმიტომ რომ ეს როგორ უნდა დაძველდეს, როცა არ არის საერთოდ დახურული ტექსტი. გულისხმობ, რომ ეს ღია ინტერპრეტაციისთვის. და ჯერ მინიმუმ ადამიანმა უნდა წაიკითხოს, მერე ინტერპრეტაცია შეიძლება გააკეთოს და ანუ ჩემთვის მაგალითად ეს ტექსტები ფიქრის საშუალება არის იმ საკითხებზე, რომ რა თემებიც შეიძლება რომ წამოიწიოს უბრალოდ, აი რაღაც სიღრმეები და ჩვენ ვხედავთ, რომ მე სხვადასხვა ტრადიციაში ეს თემები უფრო და უფრო ღრმავდება. აი თუნდაც დღეს როდესაც საუბრობდით ასამბრაჯნატა სამათის საფეხურებზე ამ რაღაც 25 კომპონენტზე, სამქიას 25 კომპონენტზე და ასე შემდეგ, აი რაღაც პარალელით, აი მაგალითად გიტარის დაკვრასთან დაკავშირებით, ან რაღაცის შემეცნებასთან დაკავშირებით, ანუ პროცესი რო წარმოიდგინო, ანუ ეს კონცეფციები შეიძლება რაღაცას დაუკავშირო კიდეც. აი რაღაც მექანიზმი აღმოაჩინო თვითონ ამ პროცესში, რაც დღესაც ადამიანური გონებისთვის და ადამიანური შემეცნებისთვის ძალიან ახლო შეიძლება იყოს, ანუ რაღაც პარალელი იპოვა, მაგალითად როგორ სწავლობ ცეკვას, ან დაკვრას, ან რაღაცას როგორ ითავისებ. ხო, პარალელი ის არის, რომ ანუ მედიტაცია იოგაში არის, ანუ როგორც სამათი არის, იწყება ფიქრით. ფიქრი არის, ანუ ადამიანს რა შეუძლია თავიდან. ანუ ესე არის აღქმული, რომ ანუ არაფერზე არ ფიქრობს და ასე შემდეგ. ვერიქით არის, ანუ ვითარკათი იწყება, ვითარკა ნიშნავს ფიქრს. ხო, აი უხეშიდან ნატიფზე რო გადადიხარ და რაღაც არეულობიდან უფრო ზუსტ
და უფრო ფორმირებას რო უკეთებ, ანუ რაღაც ახალი საქმის დაწყების დროსაც თითქოს ეგრეა, როდესაც რაღაცას იჭიდება შენი გონება. ხო, ანუ ნახე დასაწყისში 4 კომპონენტია: ფიქრი ახლავს, რეფლექსია ახლავს, ანუ ლოგიკური ანალიზი ახლავს, ანუ ემოციური დამოკიდებულება ახლავს და ეს ყველაფერი სინთეზირებული არის მეს გამოცდილებაში, ინდივიდუალობაში. და თანდათანობით ეს ნაწილები ვარდება, ანუ ფიქრი, მაგალითად თუ მუსიკას შევადარებთ, მე აღარ ფიქრობ, როცა იმპროვიზაციას ვაკეთებ, ესე მექანიკურად. და ანუ დაოსტატება ნიშნავს იმას, რომ მე ფიქრი არ მჭირდება ამაზე, იმიტომ რომ ან ნაფიქრი მაქვს და მე მივედი იმ პასუხამდე და აქედან გამომდინარე ეს ისედაც ნათელი არის ჩემთვის, მაგრამ იქ ეს არის ეტაპები, სადაც ანუ ეს ყველაფერი ფიქრით იწყება. ანუ ის რომ ადამიანი დაჯდეს და ანუ ფიქრი გააჩეროს, რა თქმა უნდა, ეგრე არ არის ხო იოგაში. და ეგ აი იმ მდგომარეობებს რო დაუბრუნეთ, ანუ ჯივამუქტის გასხივოსნება სიცოცხლეში, ბჰაგავად გიტაში სხვადასხვა არის ეგეთი თემა, რომ ესეთი კითხვა არის, რომ ვინ არის სტхити პრაჯნა არის ეგეთი ტერმინი, სტхиთა გრადობას ნიშნავს და ჭკუა ან პრაჯნა სიბრძნეს ნიშნავს რა. ვინ არის, როგორი არის ის ადამიანი, რომელიც არის გასხივოსნებული, ასე ვთქვათ რა. და ბჰაგავად გიტაში. ხო, ბჰაგავად გიტაში არჯუნა გითხულობს და თითქოს არის ესეთი მოლოდინი, რომ უნდა იყოს, რომ ვთქვათ, აი როგორ დადის, რა ბრენდის ტანსაცმელს იცვამს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ის კრიშნა პასუხობს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის მდგრადი ჭკუის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, არ აყვება გრძნობებს. ანუ მას შეუძლია, რომ სიბრძნით, ანუ მართოს თავისი ცნობიერება. ეს არის ანუ მნიშვნელოვანი. გარდა მაგისა, ისე როდესაც იქ არის საუბარი ასევე ბჰაგავად გიტაში, რომ საიდან მოდის ანუ ეს პრობლემები, იქაც არის საუბარი, რომ როდესაც ჩდება მიჯაჭვულობა რაღაცის მიმართ, მე სიამოვნებისგან სწრაფვა, მე როცა ვერ იღებს ადამიანი, ხო, არის გაღიზიანება, აი უკვე სურვილი არის, ერთხელ გასინჯე, ორჯერ გასინჯე, გაჩნდა დამოკიდებულება, შემდგომ ამას რო ვერ იღებ, მე ამის გამო გაღიზიანებული ხარ და გონება იმღურება. ხო, გონება იმღურება და ნათქვამია რომ მე გიკარგება განჯის. ანუ ესე იგი მჯელობის უნარი. და ეს არის დამოუკელი. ანუ ის კი არა რომ განჯა ცუდი არის, რომ განჯა უნდა გავაჩეროთ აზრები, რომ შეფასებები უნდა გავაჩეროთ, რომ დავინახოთ ჭეშმარიტება. გიდა პირდაპირ ამას რომ განჯა არის მნიშვნელოვანი. ვივეკა არის ეს მთავარი ერთ-ერთი თუნდაც იოგასუტრაში ანუ მთავარი ტერმინი არის განჯის უნარი. ან გამჭრია ხობად შეიძლება უწოდოთ, ან რაღაც ისეთი. და ეგ როგორ უნდა მოხდეს ერთდროულად, ანუ თან აზრების გაჩერება და თან განსჯა. ხო, მაგას გულისხმობ, რომ ანუ აზრების გაჩერება ან არ გგონია რომ ეს საერთოდ სწორი იოგური თარგმანი იყოს. იმიტომ რომ თვითონ როცა წერია ჩიტა ვრიტი ნიროთა არ არის, ეს არის ჰიბრიდული სანსკრიტი, რომელიც არ გულისხმობს, ეს არის გარდაუვალი ზმნა, რომელიც არ გულისხმობს, რომ X-ი აჩერებს Y-ს, ანუ X-ი აჩერებს აზრებს. იქ არ წერია, რომ ადამიანი აჩერებს აზრებს. იქ წერია, რომ ვრიტი ჩერდება, ვრიტი წყდება. ანუ ვრიტის თარგმნაც თან აზრებად არ არის მაინც და მაინც სწორი. მე როცა განმარტებული არის, რომ რას ნიშნავს ეგ ნიროთან, შეწყვეტა რა არის და წერია მე-12 სუტრაში, რომ მე-12 სუტრა ამბობს, რომ ვრიტის შეწყვეტა ნიშნავს მიუჯაჭველობას და პრაქტიკას. რის პრაქტიკას? ანუ ერთი მხრივ მე მუშაობ იმაზე, რომ განვეჯაჭო, რაზეც ვარ მიჯაჭვული, ანუ რასთანაც ვიგივდები და იმისგან რომ მოვახდინო დისტანცირება. ეს როგორც პრაქტიკის ერთ-ერთი გზა. ეს არის ვაირაგიამ ნიშნავს მიუჯაჭვებას, ხო? და პრაქტიკა არის, პრაქტიკაში მე წერია რის პრაქტიკაზე არის საუბარი. ეს არის პურუშა დარშანა აფიასია. ნიშნავს პურუშას ხედვის, ანუ მეს ნამდვილი მეს ხედვის პრაქტიკა. რომ ვინ არა ვარ და ვინ ვარ.
ანუ ეს არის შეწყვეტა. ანუ ესე იგი შეწყვეტაში ის კი არ იგულისხმება რომ აზრები შევწყვიტე. ანუ მოქმედება იგულისხმება რეალურად არა? მე-12 სუტრაში ნათლად ნაჩვენებია თუ რამე უნდა შეწყდეს, აქ უნდა შეწყდეს მიუჯაჭველობა უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა მოხდეს გაიგივება აღმოჩენა, ანუ ვინ ვიყავი ისედაც სინამდვილეში რა. და ამის პრაქტიკა, ანუ ამის პრაქტიკაზეა საუბარი, ამის დანახვაზე არის საუბარი. და ამის ინსტრუმენტი არის ფიქრები, ხო? და ამიტომ ესე წარმოჩენა მაგალითად რომ ეს ანუ ვრიტის შეწყვეტან მე არის განმარტებული რა არის ვრიტი, ხო? ანუ ჩიტა ვრიტი, ანუ ვრიტი არის ხუთი სახის, ხო? მე აქ არის საუბარი რომ კლიშტა ანუ არის ტკივილის მომტანი და არატკივილის მომტანი. ხო, ანუ ორნაირად არის კლასიფიცირებული და გვეუბნება ესეთ რაღაცას რომ ნახე რა არის ეს ვრიტის სახეობები, ეს არის სწორი ცოდნა. არას ხო, უბრალოდ ანუ თან ნახე რა არის ვრიტი არის პრამანა. პრამანა ზუსტი თარგმანით ნიშნავს არის ის რისი მეშვეობითაც ცოდნას ვიღებთ. და ანუ ვრიტის შეწყვეტაში იგულისხმება ვრიტი არის პრამანა. მოდი ჩავსვათ ფორმულირებაში რომ იოგა არის ის რისი მეშვეობითაც სწორ ცოდნას ვიღებ, ამის შეწყვეტა. ეს ხო სისულელე გამოდის. რომ მაგალითად ადამიანი პრამანას სახეობა არის პრატიაქშა, ანუ უშუალო აღქმა. შეიძლება იგულისხმება რომ რეალურად შემეცნებული მაქვს ყველაფერი და აქედან გამომდინარე თავისთავად წყდება ეგ პროცესი. ეგ შეიძლება, ხო, ეგ შესაძლებელი არის, რომ აი მაგალითად გავიგე, თქვათ მათემატიკური, თქვათ თეორემა და გავიგე და არის ჩემი ნაწილი რა, ანუ მე ამისი რეფორმულირება შეიძლება დამოვიწყდეს, მაგრამ ამის რეფორმულირება აღარ მჭირდება. მაგრამ ნახე, ის რისი მეშვე, ანუ პრამანას შეწყვეტა. აი ესე პირდაპირ თუ თარგმნით რა. და პრამანას შეწყვეტა. პრამანას სახეობები აქვს და ხო? პრამანას სახეობები არის, ხო, ანუ პრამანა ნიშნავს ინდურ ეპისტემოლოგიაში ეს ლოგიკის ფუნდამენტური ტერმინი არის. ეს ნიშნავს სამი კომპონენტისგან შედგება, რისი მეშვეობით შეგვიძლია ცოდნის მიღება. ეს არის უშუალო აღქმა, პრატიაქშა, დასკვნა არის ერთ-ერთი. დასკვნა ხო? ხო, დასკვნა, ანუ მაგალითად უშუალო აღქმა არის რომ ხედავ რომ მაგალითად თქვა ცეცხლი არის, ხო? მესამე არის მგონი დასკვნა, ხო? არა, მეორე ანუმანა არის მეორე რომ ესე იგი ანუმანაში დასკვნაში იგულისხმება რომ მე შეიძლება ვერ ხედავ უშუალოდ ვერ ბოლის მეტაფორა, ანუ კვამს რომ ხედავ ვასკვნი რომ არის ცეცხლი. იმაში ხო არის რომ არ შეიძლება ვარსებობდესო ის ცეცხლი, კვამლი ცეცხლის გარეშეო. ხო, ანუ ეგ ესეთი თემა არის, რომ პიროტექნიკოსებს გითხეთ თუ არ შეიძლებაო, რომ უცეცხლად შეულებად შესაძლებელია კვამლი არსებობდესო. მაშინ არ იყო შესაძლებელი. ხო, და ამიტომ რაც არ მინახავს, ანუ ჩვენ ბევრი რაღაც არ გვინახავს, მაგრამ დასკვნის მეშვეობით ვიცით. და მესამე არის ავტორიტეტული არა, ტესტიმონია. მოწმობა ავტორიტეტის, ანუ ვინც იცის იმის მოწმობა. ანუ ჩვეულებრივად ახლა მე რო თქვა ქიმია ვიცი, არ ვიცი იმქიდან გამომდინარე რომ მე გამომიცდია და ასე შემდეგ. ვიცი იმის პროფესორისგან, ხო, ვინც ამის სპეციალისტი არის. და ადამიანი ეგრეთ ცხოვრობს. ყველაფრის სპეციალისტი ვერავინ ვერ იქნება, მეცნიერება მუშაობს თანამშრომლობით, აი ყველა პატარ-პატარა რაღაც კომპონენტებზე მუშაობს და ტესტიმონია ასევე დამოწმებაც არის. რაღაცა დღეს თანამედროვეებით შევა მტკიცებულებაზე დაფუძნებული რაღაც, ანუ რო საუბრობენ, რა ციკლია, არ ვიცი და დადგინდა რაღაც ალბათ ეგეთი ხო და იქ აკუმულირებული ცოდნა. ხო, შემოწმებული ცოდნა. ხო, ამიტომ ამის შეწყვეტას, ანუ რო შევწყვიტო, ესე იგი რა გამოდის, რომ დავუშვათ ანუმანა შევწყვიტო, ანუ თუ დავინახავ, ესე იგი კვამლი არის, არ დავასკვნო, რომ ცეცხლი არის სადღაც, აი ესეთი ინტერპრეტაცია უბრალოდ არც ლოგიკაში ჯდება
და მთლიანად აჩვენებს, რომ კონტექსტი საერთოდ არ არის გაგებული. ნიროთა უფრო არის კონტროლი, რომ ამ გზაზე ის ხელის შემშლელი ფაქტორები აღმოფხვრილი იქნას. ვრიტის განმარტება იყო, ხო, ეხა ეს? ვრიტის სახეობა. სახეობის, ანუ კიდე სხვა სახეობებიც ხო აქვს ხო, ანუ ვრიტის? ვრიტის სახეობები არის, ხო, ანუ ვრიტის სახეობები არის, ესე იგი, ჩვენ პრამანა ვიპარეაია არის არასწორი ცოდნა. და ვიპარეაია არის ეგეთი რაღაცა, რომ მცდარი ცოდნა მაგალითი არის მოყვანილი, რომ მაგალითად ორი მთვარის ხედვა. თქვათ არ ვიცი, ნასვამი არის ადამიანი, ან ანარეკლს ხედავს ან რაღაც ესეთი და რომელიც ბათილდება სწორი ცოდნით. ურთიერთმემართება არის, ხო? ხო, ეს არის. ამიტომ აქ არის ანუ საინტერესო მომენტი, რომ ბათილდება სწორი ცოდნით. ამ კონტექსტში მე ესეთი რაღაც შემხედრია განხილვა, მე მგონი მეტიუ დასტის აქვს ეგეთი განხილვა, რომ აი წარმოიდგინე რით განსხვავდება ასე ვთქვათ ილუზია ჰალუცინაციისგან და რეალობის აღქმისგან, ხო? თქვენი აზრით რით განსხვავდება? ილუზია წარმოსახვასთან არის კავშირში, არ ვიცი. ჰალუცინაციისგან. მაგალითად, აი, ნახე, თუ ადამიანი ხედავს ვაშლს და იქ არის ვაშლი. ეს არის რეალობის აღქმა. მიუხვდი საერთოდ. ახო, ანუ თუ ხედავს რავი ჭიქას, ეგ ჰალუცინაცია არის? თუ ხედავს, თუ ხედავს. თუ აშლიდებს. თუ ხედავ იმას, რაც არ არის, ეგ არის ჰალუცინაცია, მაგრამ ანუ ეგეთ სახის განმარტება საკმარისია. ხო, ნახე, თუ ხედავს ვაშლს და ვაშლის არ არის, ეს ჰალუცინაცია არის. თუ ხედავს ვაშლს და არის ჭიქა, ეს არის ილუზია. ხო, ანუ მაგალითად გველად მოეჩვენა თოკი. ეგ არის ჰალუცინაცია. სინამდვილეში განარდები იყო. ილუზია. უბრალოდ აღქმის პრობლემა იყო რაღაც კონკრეტულის. და ჰალუცინაცია არის, როდესაც მის ტვინში ხდება მხოლოდ. ანუ როცა არაფრიდან რაღაცას ქმნი. ხო, რაღაც ეგეთი ის არის. ამ შემთხვევაში ამას უწოდებს ანუ დიზიუნქცივიზმს. ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ იქამდე მივდივართ, რომ ნუ ეხლა ეს სტატიაში მიწერია, მაგრამ რომელიც არ დამემთავრებია და სამწუხაროდ არ გამომქვეყნებია, რომ იოგების ეპისტემოლოგია თითქოს იქითკენ მიდის, რომ ადამიანს თავის შიგნით შეუძლია გაარჩიოს, რომ ეს კონკრეტ დაკვირვების შედეგად, რომ ეს ილუზია არის, თუ ჰალუცინაცია არის, თუ სწორი აღქმა არის. ანუ ერთი ხო არის, აი გარეთ შეამოწმე. და მეორე არის, რომ თვითონ ეს შიგნით ხდება, ანუ ეს სამივე არის განსხვავებული სახეობები, ანუ მოდი ასე ვთქვათ, რომ ტვინში ამ დროს თითქოს სამი სხვადასხვა რაღაც ხდება. სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს ტვინის სამივე შემთხვევაში. მე არ ვამბობ, რომ დღეს მეცნიერულად ეგრე არის. შეიძლება აბსოლუტურად ტვინისთვის ტვინში ერთი და იგივე პროცესები წარმოიქმნებოდეს ილუზიის დროსაც და თქვათ ჰალუცინაციის დროსაც, მაგრამ თან აქ ტვინზეც არ არის საუბარი, ხო? არამედ ამაზეა საუბარი, რომ ვიპარეაია, ანუ არასწორი ცოდნა, შესაძლებელია, რომ გაბათილდეს სწორი ცოდნით. ესე იგი ეპისტემოლოგიაში, რომელიც მაგ ჰალუცინაციის და ილუზიის გარჩევას და რეალობის გარჩევას გონების შიგნით მიემართება, უკავშირდება აი ეს სწორი, ანუ რიტის სახეობები, ხო? ანუ მაგ კონკრეტულ ნაწილს და მაგ კონკრეტულ კონცეფციებს თვლიან ეპისტემოლოგია. სახეობები არის, ანუ სხვადასხვა სახის რიტი არის და ანუ ეგ დიფერენციაცია და ეგ ჩამოთვლა. მაგრამ მე იქ არის ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური გადასვლა. რომ ანუ მაგალითად კი ბატონო, რა არის არასწორი ცოდნა, ანუ არის სწორი ცოდნა, თქვა ბრაჰმანა და არასწორი ცოდნა, ხო? და აქ არის მოყვანილი ორი მთვარის მაგალითი, ჩანდრა არის მთვარე, ხო? ეხლა იქვე მე გძელდება და გვეუბნებიან, რომ ეს არასწორი ცოდნაო არის ხუთი კლეშაო. ანუ ესე იგი გვეუბნებიან, რომ უმეცრებაო, ზიზღი,
ლტოლვა, ეგოიზმი და მიჯაჭვულობა. ეხლა მანამდე ანუ წმინდა ტექნიკურ რაღაცაზე არის რომ თქვა მთვარე და ჭიქა და ვაშლი და რაღაც ეგეთ კატეგორია. ეგეთ რაღაცაზე არის რომ ვერ ხედავ დავუშვათ რაღაცას სწორად. და შემდგომ უკვე იქვე ჩამონათვალში გეუბნები რომ ეს არასწორი ცოდნა, ანუ რაც იოგმა უნდა გააკონტროლოს. ესენი არის მაგალითად ზიზღი. ანუ ნახე ზიზღი არის არასწორი ცოდნა. ეგრე გამოდის რა, ცდარი ცოდნა. ეს ავიდიაც გაყავთ ავიდიაც გაყავთ როგორც არასწორ ცოდნაში თუ ავიდია თითქმის იგივეა რაც ვიპარიანია. ხო, რაც ეს არასწორი ცოდნა. ხო, იგივე ტერმინია. ავიდია ნიშნავს ვედაც, ანუ რო არ უწყის ადამიანო უმეცრება ან უგუნურება და ვიპარია იქ უთოლდება ასე ვთქვათ უმეცრებას არასწორი ცოდნა და უმეცრებაზე არის დაშენებული ის დანარჩენი 4 ხო? დაშენებული ჩამოთვლილი მე მგონი ყველა არ არის და წერია და ასე შემდეგ ადინი ანუ ნიშნავს და ასე შემდეგ და ანუ ეს 5 კლეშა არის რა ასე ვთქვათ ნაწილი ჩამოთვლილი ნაწილი ნაგულისხმები არის და გამოდის რომ ზიზღი არის არასწორი ცოდნა. ანუ არასწორი ცოდნა არის თუ არასწორი ცოდნის შედეგი? ანუ მან და თვითონ როგორც ახლა ჩვენ თარგმნით თვითონ არასწორი ცოდნა არის რა იმიტომ რომ შედეგიც არის თან შედეგიც არის რატო იცი იმიტომ რომ იქ ხო არის რომ კლეშების ანუ ტანჯველი ფაქტორების მშობელი არის უმეცრება წარმოშობს ზიზღს უმეცრება წარმოშობს სიამოვნებისკენ სწრაფვას. იმიტომ რომ ვაიგივებ თავს სხეულთან, რომელსაც რაღაც ზიზღის ის აქვს რაღაცის მიმართ რა. ამიტომ ეგ ძალიან საინტერესო პასაჟია, ანუ ეხლა ბრიტის რო განვიხილავთ, რომ მაგალითად ეს ხო რაღაც ზიზღი რაღაც ცოტა ღირებულებითი კატეგორია არის და არ არის წმინდა ტექნიკური რა არის ამაში არასწორი. ხო? მაგრამ არასწორი არის აი ზუსტად რაც შენ თქვი რომ ეს თითქოს და ეს შედეგი არის იმის რომ მე აქედან გამომდინარე წარმოიშვება ზიზღი. სხეულთან გაიგივებიდან გამომდინარე ჩდება ესეთი ანუ ორი პოლუსი. ეს არის მიზიდულობა, განზიდულობა, რომ რაღაცა განმიზიდავს და აქვე მაგალითად განსხვავება მაგალითად ზიზღი არის სხვა მიზიდულობა არის ამის მეორე პოლუსი და აგრესია მე ესე ვარაუდობ რომ ესე შეიძლება განიმარტოს რომ აგრესია არ არის როდესაც მაგალითად აგრესია არის რაღაც ჩარევის სურვილი არის რომ მე სამყარო არ მომწონს ანუ იოგაში როგორც არის რომ არ მომწონს სამყარო და უნდა გადავაკეთო და ზიზღი არის რომ უბრალოდ გაურბივა თქვა ადამიანის დანახვა არ მინდა და აგრესიის შემთხვევაში მე მას ვერჩი და მე ვფიქრობ რომ ეს ორი პოლუსი თან რო გიზიდავს ადამიანი და თან რო გეზიზღება ერთად იძლევა აგრესიას რომ თან არ ეშვები რაღაცით გიზიდავს ვის მიმართაც აგრესია გაქვს ის რაღაცით გიზიდავს თუ ეს უბრალოდ თავდაცვითი ეს არ არის რა ამიტომ რომ თქვა რომ სად შეიძლება ჩავსვათ იოგაში ანუ აგრესიის მცნება აგრესია არ იქნებოდა უბრალოდ ზიზღის კატეგორია და თქვა ამის მოშორება. და ამიტომ შემდგომ, როდესაც საუბარი არის, რომ იოგმა უნდა გაწმინდოს თავისი გონება ამ ტანჯველი ფაქტორებისგან და მე არის მითითებული, რომ ეს ვრიტი უნდა შეჩერდეს. ანუ ეს ტანჯველი, ანუ ზიზღი, უმეცრება და უშუალოდ ეს მიჯაჭვულობა და ასე შემდეგ, აი ეს უნდა შეჩერდეს, იქ არის კონკრეტულად მეორე თავში მითითებული და არა ის რომ მაგალითად სწორი ცოდნის მიღების უნარი გავაჩერო. ანუ ეს ხო უცნაური რაღაც იქნებოდა, როგორც მან მასობრივად არის აღქმული. მე მაგალითად, როდესაც მესამე ვრიტიზე ვსაუბრობთ, მესამე ვრიტი არის ვიკალპა. როდესაც ეს არის ტერმინები სანგალპა და არის ტერმინები ვიკალპა, ხო? მოდი ამასაც ავხსნი და უკვე მე მგონი ჩვენ 1 საათია ვართ 1 საათი. მე მგონი კი
აი ხა შესრულდება მალე ერთი საათი. ხო, ანუ ესე იგი სანკალპა არის განზრახვა და კარმა არის სანკალპა, ანუ განზრახვა. ანუ მე თუ ისე დავაზიანებ სხვას ჩემ დაუნებურად, ჩემზე საერთოდ არ იყო დამოკიდებული, ეს არ არის კარმა. ანუ მე ამის გამო არაფერი, ანუ. და როცა არის განზრახვა თუნდაც აზრის დონეზე, ეს უკვე აგენერირებს კარმას. კიდე თეთრს, კიდე შავს. და ვიკალპა არის საზრისი, როდესაც რაღაცა პროცესს ახლავს დაგეგმა. ფიქრი ან ლოგიკური დაგეგმა. აი თქვათ ფიქრობ, რა თქვათ ვიმოგზაურებ და დავგეგმავ ჩემს მოგზაურობას, ხო? ამ შემთხვევაში მედიტაციას ახლავს ვიკალპა. ანუ ვიკალპა არის ვიკალპას სახეობები არის ვიტარკა ვიჩარა, ანუ თვითონ უხეში ფორმით ფიქრი რაღაცაზე, აი თავიდან იწყებ ფიქრს როგორც შეგიძლია და მე მეთოდურად ფიქრობ, ხო? ეს ახლავს ანუ მედიტაციის ფორმა არის, ხო? და შემდგომ ეს ზოგადად ვიკალპა მოიაზრებს ზოგადად ვერბალურ კონსტრუირებას, ხო? ვერბალურ კონსტრუირებასაც მოიაზრებს. თვითონ საბოლოო ჯამში გინდა მეთოდურად იფიქრე, გინდა პრაქტიკულად. მაინც საბოლოო ჯამში სიტყვიერად და ვერბალურად. ანუ კონსტრუირებასთან აქვს საქმე, ანუ რაღაც. კონსტრუირებასთან აუცილებლად, ან ლოგიკურ სისტემასთანაც აუცილებლად. ანუ უბრალო ფიქრი კი არ არის, ანუ განზრახვა არის. კონსტრუირებული ფიქრია უკვე. განზრახვაც შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ სამი დონე არის, ანუ მანდ არის ინდოელები ხშირად განასხვავებენ, რომ არის სიტყვა, მისი მნიშვნელობა და მისი ობიექტი. ანუ ეს რო სამი სხვადასხვა მოვლენა არის, ხო? და სამივეს მოიცავს? სამივეს მოიცავს. ეს ვიკალპა. კი, ანუ სამივე განზომილებას მოიცავს. და შემდეგ მეოთხე არის ნიდრა, ანუ ძილი. ძილი როგორც ასევე რითის სახეობა, ხო? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არ უნდა დაიძინოს. ანუ რითის თუ წყვეტს, ნიშნავს რომ ძილი უნდა შეწყვიტოს, ხო? მაგრამ აქ არის ესეთი განმარტება, რომ ძილი თვითონ არის ასევე მენტალური პროცესი, ანუ რითი არის რა გაგებით, რომ ძილში ცხდება გამოცდილებების დაგროვება, როგორც ასეთი და ამიტომ საბოლოო ჯამში ძილში ცხდება, ასე ვთქვათ, პროცესები და მენტალური აქტივობა. ესე შეიძლება გავიგოთ. და ეგ კარმას აგროვებს ხო? მე მგონი რაც კარმას ახლა ძილი თუ არ არის განზრახვა, ხო, კარმას ვერ დააგროვებს, ხო? ანუ ნებისმიერი გამოცდილება ხო კარმას აგროვებს დადებითიც და უარყოფითიც. ნებისმიერი გამოცდილება აგროვებს, მაგრამ არა ისეთი გამოცდილება, რომელშიც არ არის განზრახვა. და ძილში არ არის განზრახვა შესაბამისად. ძილში ახლა რთული სათქმელია, ანუ რეალურად შეიძლება რაღაცნაირად ჩაყვეს ადამიანს განზრახვა და ანუ ძილიც იყოს, იმიტომ რომ ძილში ასევე ანუ იოგებიც განიხილავენ, რომ აქ პირიქით დადებითი პროცესიც შეიძლება იყოს, რომ თქვათ ძილი იყოს ისეთი სულიერი გამოცდილება, მოკლედ რო ვთქვათ რა. და გარდა ამისა, შემდგომ დასახელებული არის სმრიტი, ანუ მეხსიერება. მეხსიერება რა არის, რომ თქვათ რაღაც ეს ფაქტორები, ანუ ეს სწორი ცოდნის პროცესი იქნება თუ არასწორი ცოდნის პროცესი იქნება თუ რაც იქნება, ეს მუდმივად მეხსიერების მეშვეობით მუდმივად აქტუალიზდება ჩვენს ცნობიერებაში, ხო? და შემდგომ უკვე ერთ-ერთ სუტრაში წერია, რომ იოგმა უნდა მიაღწიოს მედიტაციის გზას რისი მეშვეობით? მეხსიერების მეშვეობით. ანუ მეხსიერება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ანუ თვითონ ეს ტერმინი სმრიტი, რომელიც ანუ კი არ უნდა შეჩერდეს ამ შემთხვევაში, არამედ თვითონ ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ხდება, ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც ხდება სულიერი პროგრესი და სამათის მიღწევა. ახლა ამიტომ ეგ სპრინტი ამ შემთხვევაში სიფხიზლესაც ნიშნავს, ანუ mindfulness-ის აქტიც არის, რომელიც ასე ვთქვათ აბალანსებს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც შეიძლება ანუ რაღაცნაირად
პასიური იყოს და ასევე აბალანსებს მაგალითად თვითონ ეს კომპონენტები, ინსტრუმენტები, თქვათ, როგორც შეიძლება რომ შრათა წმენა ერთი მხრივ აბალანსებს ცოდნას. ესეთი ინსტრუმენტი არის იოგაში, რომ შრათა წმენა და ცოდნა თითქოს ორი საპირისპირო პოლუსია იმისთვის, რომ ცოდნა არ გადავიდეს სკეპტიციზმში და წმენა არ იყოს ბრმა. და მათ შუაში არის ეს mindfulness, ანუ სმრიტი, რომელიც ამ ორს, ასე ვთქვათ, აბალანსებს. და შუაში მდგომი კატეგორია არის. ხო და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ანუ იოგები ესე იგი მარტივად გეუბნები, რომ აზრი გააჩერება, ხო ეგრე მარტივად არ არის. ანუ აქ არის მთელი, ასე ვთქვათ, ეპისტემოლოგიური ნაწილი და ანუ ეს ისეთი კონცეფცია, რომელშიც კარგად გარკვევის გარეშე შეუძლებელია იოგას გაგება და ხო ერთსაც ვიტყვი, რომ ანუ შესაძლებელია, რომ იოგები ფიქრობენ, რომ რაღაც ეტაპზე ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გაჩერდეს. ყველა ტიპის აზრი, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო. თუ ადამიანი ამ აზრების გარეშეც, ანუ მე უბრალოდ თავის თავს აცნობიერებს, მაგრამ აზრი ჩერდება თუ არა მართლა ფიზიკურად, თუ ეს უბრალოდ შენ აღარ აღიქვამ, რომ ეს შენი აზრი არის. ანუ ეს სხვადასხვა რაღაც არის, იმიტომ რომ იქ არის ასევე განხილული, რომ იოგისტვის თუ სამყარო ჩერდება, ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო მართლა ობიექტურად გაჩერდება, ხო? ანუ ეს არის რომ მისთვის ის ასრულებს თავის ფუნქციას. ხო, ეს დუალობიდან გამომდინარე ალბათ, ხო? ანუ ერთ რამეს დავაზუსტებ რა. ანუ კამერა გაიშვილი. მართლა. თქვი? ესე იგი, ანუ რიტის ყველა სხვა სახეობას იწვევს, ანუ სხვა რიტებსაც იწვევს ის ხო? არასწორი ცოდნა, თუ უმეცრება. უმეცრება იწვევს სხვა კლეშებს. კლეშებს. ხო, და კლეშები არის, აი ეს მე ვცლად შემდეგ იმაზე ავხსნათ. მაგალითად კლეშების უმეცრება რას ნიშნავს? უმეცრება არის ბედნიერებად დანახვა იმის, რაც სინამდვილეში ტანჯვა არის. მედ დანახვა იმის, რაც სინამდვილეში მე არ არის. და ასევე წმინდად დანახვა იმის, რაც წმინდა არ არის. ანუ ეს არის საფუძველი იმისა, რაც ასე ვთქვათ, უმეცრების მეშვეობით ხდება. ამიტომ რაც უნდა გაქრეს, მინიმუმ და რაზეც არის ასე ვთქვათ, შეთანხმება, რაც ნახდას ჩანს, ეგ არის, რომ ეს ყალბი გაიგივებების თემა არის რა. ანუ თუ უმეცრება აღიკვეთება, სხვა დანარჩენებიც გაქრება? ხო, ეგ არის ის ველი არის, ჩასახვის ველი, რომელშიც ანუ სინამდვილეში ზიზღი არის უმეცრების ერთ-ერთი თითქოს სახეობა რა. რეალურად იგივე არის. ანუ მაგათი ერთადერთი წარმოქმნის მიზეზი უმეცრება არის, აი მაგ კლეშების. კი, რომელსაც არ აქვს დასაბამი, ანუ ხო არის თქვა მრავალი დაბადება და როდის გაჩნდა უმეცრება და უმეცრება არის რაღაცნაირად თანდაყოლილი. ანუ იმ გაგებით, რომ რაც არსებობს რეინკარნაცია, რაც არსებობს სულისა და გონების ერთიანობა, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად ამას ასე ვთქვათ, პაკეტში მოხვება უმეცრებაც რა. მან კიდე საინტერესო თემა ის არის, რაც შეიძლება ეს კონცეფციები შემდეგზე გავშალოთ, რომ როგორ ხდება საერთოდ სულის რა კავშირი აქვს მატერიასთან, ანუ როგორ შეიძლება რომ ვიღაცა მიძახოს, რომ ვარ სული, რაღაც მე მაჰრადიული და ასე შემდეგ, როდესაც რეალურად ყველაფერს განიცდის, ყველანაირად ირანჯება, ყველანაირ ბედნიერებასაც განიცდის, ყველაფერს განიცდის და ეს არის მაგალითად უბრალოდ აზრი, რომ მე ვარ სული. რასაც საფუძველი არ აქვს, ანუ თუ შენ უკვე ხარ სული, მაშინ რატო იტანჯები? ანუ ვარ ნიშნავს, რომ უბრალოდ პოტენციურად ვარ, იმ გაგებით, რომ შეიძლება გავხდე. მაგრამ თუ სული ხარ, ანუ მაშინ არ უნდა იტანჯებოდე, ხო? ეს არის ძალიან რთული თემა, რომელსაც იოგები ცდილობენ, რომ მე თავის ხო არის ხო მაგაზე საუბარი? ხო რაღაც ეს ცენტრალური თემა. კარგი, მაშინ დღეს დავასრულოთ თუ ძალიან დიდი მადლობა გიგზავნია, საინტერესო იყო. თეორიულიც და ესეთიც რა, მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.